გამარჯობა. წულუკიანმა წაკრა კბილი ანწუხელიზის ხსოვნას და მინდა რომ კომენტარი ამაზე გავაკეთო რა. ჯერ საერთოდ უბედურება არის ის, რომ საქართველოში გმირების დაფასება ჩვენ არ ვიცით. და ხელისუფლებებს სჭირდებათ გმირების გამოყენება. და განსაკუთრებით თუ ადამიანი გარდაცვლილია, აი ესეთ ემბრიონებს, გაფუჭებული ემბრიონებს, როგორც არის წულუკიანი, როგორც არის სააკაშვილი და კიდე, არ აქვს მნიშვნელობა ორივე ხაზგამყოფს მიღმათ, რომელი პარტია იქნება, უფრო აწყობთ გარდაცვლილი ადამიანით მანიპულირება, იმიტომ გვამები არ ლაპარაკობენ. და კონკრეტულად რა მინდა რომ ვთქვა. ადამიანმა, რომელმაც სიცოცხლე შეწირა შეგნებულად, ხო? და მოწინააღმდეგის შეერაღებულ ფორმირებებს ტყვეთ ჩავარდნილი გმირი კაცი, რომელსაც აწამებდნენ, არნახული წესით და ბოლოს დახვრიტეს. ყოველგვარი კონვენციის წინააღმდეგი, რაც შეიძლება მოხდეს წამება, ადამიანის ტყვეს დახვრეტა, ხო? აი ის გაუკეთეს ამ ადამიანს გმირს, ხო? წულუკიანის სახსენებელია ეს? ან სააკაშვილის სახსენებელია ეს? ჩვენ რეალობაში სამწუხარო რა არის, იცი? ამორჩეული ყავთ ამ პოლიტიკურ ჯგუფებს ადამიანები, ვისაც უნდა შერაცხავენ გმირებად, ვისაც უნდა მერე რაცხავენ მოღალატეებად რა. ესე არ შეიძლება. და მიმდინარეობს ნადირობა გმირების ოჯახის წევრებზე. ანუ ეს ჩვენიანია, ეს იმისიანია, ამას ეს მოსწონს, იმას ეს არ მოსწონს, კეთდება ყველაფერი. რაც მაგათ აწყობთ პარტიულად და არა როგორც სახელმწიფოს აწყობს. და ეს რა არის, იცით, ყველაზე ცუდი, არაფერი არ არის წმინდა დარჩენილი ამ ქვეყანაში, თუნდაც ის სიმაღლე, რასაც შეიძლება გმირი ერქვას. და დარჩეს შეუბღალავი. წულუკიანი, მახინჯი წულუკიანის ამ გაფუჭებული ემბრიონის სახსენებელია, კაცო, გმირი. წავიდეს მის ნაყიდ ქმარს მიხედოს, იქ უშიშროებაში რო დანიშნა და პრემიებს რო უხდიდა. და მისი ოჯახის ისტორია შეხედოს, რაზე აქვს ხელი მაგას და მამამის მოწერილი. და რაზე აწერენ კიდე დღეს და რის გაუბედურებაზე აწერენ ხელს. გმირები თქვენ სახსენებელია არა? გმირები არც მის ოჯახს არ ეკუთვნიან სხვათა შორის. ანწუხელიძის ცოლი რა გადაწყვეტილებას მიიღებს და რა სიტყვის და რომელი პარტიის გვერდზე დადგება, ეს თვითონ ანწუხელიძის გაკეთებულ გმირობას ჩრდილს ვერასოდეს ვერ მიაყენებს. ამას ნაცები გამოიყენებენ, ამას ქოცები გამოიყენებს თუ ვინ გამოიყენებს ამას. და ეს მარტო ანწუხელიძეს კი არ ეხება ზოგადად. გმირი არის ის სიმაღლე, რომელმაც მისი სიცოცხლე გაწირა იმისთვის, რომ მისი სიკვდილით ექცია მისი სიცოცხლე უკვდავად და ერიასახება. ჩვენ ბევრი რამის განმარტებები გვავიწყდება ამ ქვეყანაში, რას ემსახურება და რა არის რა. ამიტომ წულუკიანს მოუწოდებ აქედან, ხო? ენას კბილი დააჭიროს და მის პარტიას, რომელი გმირის ოჯახის წევრების წყავთ ზალოგში იმის გამო, რომ დასაქმებულები ხართ ზოგი შეერაღებულ ძალებში, ზოგი ადმინისტრაციულ რესურსში, აი იმ ცოდვებზე იფიქრონ, რომ ყველაფერი სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მოსპეს. გმადლობთ.